მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებთ სკოლათაობის პოდკასტი მეტის ახალი ეპიზოდის ჩაწერას. დღეს ჩვენი სტუმარია ჩვენი სკოლის მასწავლებელი, მასწავლებელი ნინო ვერიძე და ძირითადად შევეხებით ორ დიდ საკითხს, ესებით რომ გავშალოთ. პირველი იქნება პედაგოგიკა, ანუ ახალგაზრდა მასწავლებელი როგორ გეგმავს და როგორ წარმოუდგენელ და როგორ ახორციელებს სასწავლო პროცესს და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი და შეიძლება უფრო მნიშვნელოვანიც სკოლამ როგორც ორგანიზაციამ რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდა მასწავლებლის მხარდასაჭერად, ანუ სკოლას ისე ვთქვათ რა HR პოლიტიკა უნდა კონდეს, რომ სკოლის კულტურა განვითარდეს და ახალგაზრდა მასწავლებლის მოლოდინი სკოლისგან რა არის ეს საკითხი ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. კაი, პირველს დავიწყებ. პირველ რიგში მადლობა რომ დაგთანხმდით. მადლობა თქვენ. და ახალგაზრდა ადამიანის არჩევანი რომ იყოს მასწავლებელი, რით არის განპირობებული ეს პირველი შეკითხვა, რომელთაც შეიძლება გავხსნათ ჩვენი საუბარი. ბატონო, მეც ყოველთვის გულწრფელი საუბარი მჩვევია და დავიწყებ გულწრფელად და პირდაპირ რომ ჩემი გადაწყვეტილება არისო დიდი სურვილით ნაგანახევი და მიღებული მე გადაწყვეტილება, იმიტომ რომ დასაწყისში სადღაც პროფესიის არჩევას რომ ვიწყებდი, საერთოდ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ მალე რამდენიმე წელიწადში ვიქნებოდი მასწავლებელი. მეტიც მასწავლებელს ზედმეტად კრიტიკული თვალით უყურებდი. ვით იყო გამოცდილ ეგ საინტერესო რატო? ალბათ მოსწავლეობის პერიოდში ყველა აკეთებს ამას, მაინც კრიტიკა მნიშვნელოვანია, ჯანსაღი რა თქმა უნდა. და ჩემს სურვილს და გადაწყვეტილებას რომ მიუბრუნდე, ეს ამოვიდა თან. როცა გავხდი მასწავლებელი, მე უკვე დავაფასე და მივხვდი რომ ალბათ სწორ ადგილას მოვწვი. სწორი არჩევანი. სწორი არჩევანი გავაკეთე. ხო, იმიტომ რომ ძალიან ფული ახლა თანამედროვე სამყაროში ჩვენი გამოცდილება რაცა ახალ და ბევრი სულ საუბრობს რომ მეტი ახალგაზრდა კადრი, ახალგაზრდა ადამიანები უნდა შევიდნენ სკოლაში როგორც მასწავლებლად, მაგრამ სულ არ უნდათ როგორც წესი ხოლმე ახალგაზრდებს მასწავლებლობა და ისეთ საინტერესოა. ანუ პროცესში მოდის ეს. მოსწავლეებთანაც მქონია საუბარი იმაზე, საკუთარი თავის პოვნა როდის უნდა მოხდეს, როდის უნდა ვიპოვოთ საკუთარი თავი, ან სად. და შეიძლება იქ გეგონოს თავის სწორ ადგილას მოხვედრილი, ან სწორად ხარ, იქ სადაც ხარ, მაგრამ მე აღმოაჩინო და გაანალიზო რომ არა, მაგრამ ხო, ჩემი პასუხი ის არის, რომ თან და თან უფრო ხვდები რომ გამართლდა ეგ ჩემი მოლოდინით და გადაწყვეტილების შედეგიც იყო ის შედეგი. რადგანაც გადავწყვიტე და ეს საკუთარი თავის პოვნის პროცესია პრინციპში და მთელი ცხოვრება გრძელდება, უბრალოდ თავარია ეს გარემო ადგილი სადაც ხარ ალბათ ისეთი იმისა. გარემო პირველს კი ბატონო. ახლა მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თვითონ სასწავლო პროცესს რაც შეეხება შენ როგორც მასწავლებელი. რა მოლოდინები გქონდა, როდესაც შედიოდი სკოლაში, კლასში როცა შედიოდი, როცა გეგმავდი პროცესს და რა რეალობა აღმოჩნდა, რამდენად დაგეგმილი შესაბამისად წარმართავ პროცესს და ამ საკითხზე მაინტერესებს შენი აზრი. არც კი გეგმავ წინასწარ რაღაცას და არც მაშინ დამიგეგმე პირველი გაკვეთილი როგორი იქნებოდა და მოლოდინების ზღვარი დავწიე მინიმუმ და დავიყვანე, იმიტომ რომ მანამდეც ხომ მქონდა პრაქტიკა გავლილი პასიური თუ აქტიური. აქტიურ პრაქტიკაზე ეგ მოლოდინი ძალიან დიდი მქონდა, არ გაამართლა. რაც იმებრივია არც იყო არც უნდა მქონოდა ეს უნივერსიტეტი მართლა უნივერსიტეტის სასწავლო პრაქტიკები. და ხო ძირითადად ისე მოვახერხე რომ მოლოდინები საერთოდ გამექრო. არ მქონოდა არც დიდი და არც კარგი და არც ცუდი მოლოდინი. და არც გეგმა არ დავსახე, საკუთარ თავში რა თქმა უნდა გაქვს გაანალიზებული რომ ჩვენ ამ წელს ამას გავაკეთებთ, მოსწავლეებს ამას მიზნად გადავცემ რაღაც მხრივ და რაღაც მხრივ რაც თან სდევს ამ სასწავლო პროცესს, სასწავლო შემოქმედებით პროცესს. მაგრამ ძირითადად ასე ყოველდღიური გეგმით ხო არა, საზღვრული არც მაქვს და არც დასაწყისში მქონია. ასე რომ კარგია ხო ყოველდღიური გეგმებზე ჩვენს. მაგრამ არც ის იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც სპონტანურია მთელი ეს პროცესი და ასე არ არის. ხო, ნუ ახლა დაგეგმებაში ხო ეს რაღაც შუალედური მიზნები გამოგვეთილი თავისთავად გაქვს როგორც მასწავლებელს, თქვათ რა დავალებებზე იმუშავებენ ბავშვები და რაღაცა როგორ შეფასდება მათი მიღწევები, გასაგები.
კიდე საინტერესო ამბავია აი ზოგადად რა იმიტომ რომ ბევრი არის აი წარმოვიდგინოთ ადამიანები ვინც შეიძლება გვიყურებდნენ რომლებიც არიან მასწავლებლობის მსურველები აი ახლა ამთავრებელი უნივერსიტეტს და აპირებენ რომ დაიწყონ სკოლაში მასწავლებლად მუშაობა ან არიან ახლა უკვე ახალგაზრდა მასწავლებლები როგორც ჩვენ რომლებიც რაღაც პროცესში მონაწილეობენ ხო აი ამ გადმოსახედიდან აი მათთვისაც რომ ვთქვათ აი რაღაც რეფლექსიასავით რომ გქონდეს აი შენ როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი რას ფიქრობ უპირატესობა რა არის ახალგაზრდული ასაკის როცა სკოლაში ხარ და რა გამოწვევები აქვს ანუ ასაკიდან გამომდინარე უპირატესობა რა არის და ასაკიდან გამომდინარე გამოწვევა იმიტომ ხა ფაქტია რომ 22 წლის მასწავლებელს და 60 წლის მასწავლებლის დამოკიდებულება სასწავლო პროცესისადმი ცოტა განსხვავდება და სასკოლო საზოგადოების დამოკიდებულებაც ამ მასწავლებლებისადმი ცოტა განსხვავდება ხო სხვადასხვა იქნება დიდი ალბათობით ძალიან კომპლექსური შეკითხვა ხო იმით დავიწყოთ რომ მაგალითად უნდათ ახალგაზრდა მასწავლებლებს დაიწყონ უკვე ამ პროფესიაში ამ თელ ფერხულში ჩაბმა პირველ რიგში იმას ვეტყოდი რომ უნდა სცადონ თუ კი ოდნავი სურვილი მაინც აქვთ თუ ეგ ოდნავი სურვილი გაგაჩნია რომ მასწავლებელი გინდა იყო რაღაც წარმოდგენა გაქვს უნდა სცადო და რამდენიმე კომპონენტს გამოვყოფთი პროსტად რამდენიმე ეტაპად დავყოფთი მაგას მაგალითად პირველი თვე სცადე დაინახე რაღაც შენს თავში ან ცუდი ან კარგი პირველ თვეს არ უნდა ენდო თავარია გაძლო ეგ პირველი თვე და რაღაც წესია მებრძოლთა კლუბის წესები რომ ჩამოვაყენებოთ არასდროს ენდო პირველ თვეს ენდე მეორე თვეს იმიტომ რომ ეგ ორი თვე ალბათ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა რომ ორი თვე თუ შენს თავში აღმოაჩინე და რაღაც ისეთი მასწავლებლურიც დაიჭირე და ახლა კონსერვატიული არ იგულისხმება ამაში უფრო თანამედროვე მიდგომებიც გაქვს ან მოკლედ შეეგუე ამ სფეროსაც და გარემოსაც მაშინ ღირს გაგრძელება შეიძლება იყოს მომენტი რამდენჯერმე რომ ხელი ჩაიქნიო და ეგ ხელჩაქნეულობა თვისებაში აღარ უნდა გადაგივიდეს ალბათ ხო, ან მან ალბათ თავარი რეფლექსია ანუ რაღაც რო გამოგდის კარგად რა არის რომ მოინიშნო. კი, პირველ დღეს შეიძლება გეგონოს თავის სუპერგმირი, რომ სუპერ მასწავლებელი ვარ ყველაფერი. ეს ეფექტი ხო? კი, ეფექტური ყველაფერი გამოვიდა კარგად და მეორე დღეს უკვე ბავშვები და მოსწავლეებიდან ისეთი რეაქცია უფრო არა. აი, დამოკიდებულება წამოვიდეს ან ისეთი განწყობა რომ ნაკლებად იყოს ეგ საგაკვეთილო პროცესისთვის შესაძლებელი ან შენ არ მოგეწონოს და იგრძნო თავი რაღაცა ფრუსტრირებას არ უნდა აყვეთ. შეიძლება ჭირიკაც ანუ საგაკვეთილო პროცესისთვის შესაბამისი ზუსტად ეგა აი მეორე დღიდან რაც იწყება როცა რაღაცა შემეცნების აქტები უნდა განხორციელდეს ახლა როგორც წესი მოსწავლეების მიჩვევა შეგუების პროცესები ნაკლებად აქ მე აი ჩართვის სურვილი უკვე როცა რაღაც მასალა უნდა დაამუშავოს ან რაღაც შინაარსს შეიტანდა შესთავაზებან დავალებას აი მაგ დროს უჩნდებათ მგონი ცოტა ესეთი მომენტი ხო რაღაც კი და ზუსტად ეს მომენტი მქონდა მეც იმედგაცრუების რომ მე ყველაფერი კარგად დავგეგმე და რატო დამგეგმე ბრწყალებში რაღაცა ჩემს თავში რაღაც გავაანალიზე რომ ამას ასე გავაკეთებ ამას ასე გავაკეთებ ყველაფერი ასე დიდებულად იქნება მაგრამ ხო იყო მომენტები რომ რა თქმა უნდა ადამიანები ვართ და მეც მესმის უბრალოდ თავიდან ეგ როგორც მასწავლებელს ისე ვერ გამახარა მაგ ფაქტმა მაგრამ მე ყველაფერი შეჩვევადია და ხო დინამიკაა ეს ყველაფერი. ხო დინამიური პროცესია ძალიან. ხო სხვა პროფესიებისგან მაგით მართლა განსხვავდება რომ და კიდევ ძალიან დინამიურია ყოველთვის. კი. აქვე დავამატებ რომ ესაა პროფესია რომელიც ყველგან მიხვება. ანუ არის ხო პროფესია სახლში მიხვალს კარის ხურბლს ფეხს გადააბიჯებ და მორჩა სახლში. უკვე ხარ რა. იქ სახლშიც გარეთაც სკოლაშიც ყველგან აი ბავშვებზე ვფიქრობ მაგალითად შეიძლება რაღაც პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ მართლა ეგრეა. მაგრამ რეალობა ხო ჯერ მე მაგვირვებდა მაგალითად დედა ჩემი ყოველთვის რომ ემზადებოდა წინა დღით. აი რა თუნდა მასწავლებელს მომზადება რაღაცა ისე წარმომედგინა ეს ყველაფერი მოსწავლის პოზიციით დავაფასებდი და არ მქონდა კარგი განწყობა მასწავლებლობის პროფესიის მიმართაც კი. მაგრამ ხო არის ცხოვრება და ყველაფერი ხდება. მაგრამ თავარი ის არის რომ
დრო და დრო ვაანალიზებ, უკვე მესამე თვე, მეოთხე თვე დაიწყო, რაც მასწავლებელი ვარ და თან ვაანალიზებ ამ პროცესის შედეგებს. შედეგები ხო, შედეგებთან დაკავშირებით საინტერესოა რომ ეს თქო ბოლომდე რომ მივყვანთ, აი ამ გამოცდილებით და საკმაოდ ბევრი წარმატებული პრაქტიკა გაქვს, მე შემიძლია ვთქვა, აი რა არის ის აი მეთოდები ან შინაარსები ან სტრატეგიები, რომელიც უფრო მეტად გამართებულია სასწავლო პროცესში და შედეგის მომცემია, მოკლედ და რა არის ის თქვათ, რაც ნაკლებად შედეგის მომცემი იყო და ნაკლებად გაამართლა, ანუ რა ტიპის პედაგოგიკა ამართლებს შენი გადმოსახედით? ალბათ მცირე დროა გასული ამაზე სრულყოფილი პასუხი რომ გაგცეთ, მაგრამ რაც შევნიშნე ის არის რომ რაც უფრო მეტად არის ახლოს მოსწავლესთან ის შინაარსი, რისი წარდგენაც თუ გადაცემაც გინდა, მით უფრო გერთვება, მით უფრო აქტიურდება და საკუთარ თავს აძლევს იმის შანსს რომ ჩაერთოს მხოლოდ გაკვეთილში კი არა, გაკვეთილზე კი არა. უფრო მეტად დაფიქრდეს რაღაც საკითხებზე და თუ შინაარსი და კონტექსტი საგაკვეთილო პროცესში მასთან არის просто კავშირში კი არის, ხო მის ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, ან ცხოვრებასთან, ან აზრთან, ან შეხედულებასთან, დამოკიდებულებასთან, მის დამოკიდებულებასთან. ხო, ეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაღაც პატრიოტული თემა თუ კი არ ამართლებს, ეგ ცხადი იქნება რატომაც არ ამართლებს, იმიტომ რომ ესე იგი არ დგას ახლოს მასთან ეს თემა, ეს საკითხი. თუმცა თუ მიზანი არის და ალბათ ერთ-ერთი მიზანიც არის. აი მაგამდე მისასვლელი კი. ხო, რაღაც ბავშვს საკუთარი სამშობლო სიყვარული. ერთ-ერთი რაღაც ასწავლო ცუდი სიტყვა მოკეთ ეს ღირებულება ჩამოუყალიბო და თქვათ მასთან ახლოს არ დგას, აი რა ტიპის ან დავალება შეიძლება შექმნა ასეთ დროს ან რა ტიპის შინაარსი შეიძლება შეიტანო რომ აი ეს ორი რაღაც ერთმანეთთან დააკავშირო, ეგ არის საინტერესო ის შენს პრაქტიკაში მაგალითად რაღაც. მეტნაკლებად გრიგოლ ორბელიანის რაღაც ლექსები რო ბავშვმა თქვათ ინტერესით ისწავლოს, მხოლოდ გრიგოლ ორბელიანის ლექსებზე საუბარი არის თუ არა საკმარისი, აი მაგალითად რაღაც კონკრეტული მაგალითად. კი, მე ხომ რეფლექსია ასეთი მახასიათებს რომ ყველაფერს უფრო მეტად კარგსაც ვამბობ და ცუდსაც და გამომდის ზოგჯერ ალბათ თქვენთან ცუცუნი და რაღაც ასეთი, მაგრამ თავიდან რამაც არ გაამართლა ეს იყო ლექციური მეთოდი. აი მაგალითად რომანტიზმი ავიღოთ. სალექციო მეთოდი რომ ახსდა ხო და ეს კონტექსტი ხომ სადაც აი ახალი კონტექსტია მათთვის. ან საერთოდაც შეიძლება მოწყვეტილი იყვნენ ამ სივრცეს რომანტიზმი ან თუნდაც რეალიზმი კიდევ ცოტა ახლოს დგას მათთან, მაგრამ ხო შინაარსი იყოს უცხო ხო სადღაც მე-18 ან მე-19 საუკუნის კონტექსტი. ეგ ცალკე ეპოქა როგორ შეიძლება გაიგოს და ხო ეგ ლექციური მეთოდი მაგ შემთხვევაში არ ამართლებს კი არა, უფრო მეტად მოსწავლის პოზიციიდან ვთქვათ, მოსაბეზრებელია პირდაპირ. რაც აბსოლუტურად ლოგიკურია. კი, ლოგიკურია, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ რაღაცებს არ სჭირდება, მაგალითად წინაპირობა არ იყოს ეგ ლექციური მეთოდი, იმისა რომ მე რაღაცები კარგად გავიგოთ, იქ ისტორიული კონტექსტია ასახსნელი. ხო, არც ერთ მეთოდზე უარი არ უნდა ვთქვათ, ახლა სადაც თლიანი გაკვეთილების ლექციებზე დაფუძნება უბრალოდ ცოტა უშედეგო და მოსაბეზრებელი თუ რაღაცა. მაგრამ რა გვიხმარება რომ ეგ კონტექსტი მივაწოდოთ კარგად. ისევ და ისევ მათ ცხოვრებისეულ რეალობასთან დაკავშირება მაგ საკითხების, რას განიცდი და რას ფიქრობ და ეგ გრიგოლ ორბელიანი ორ ბუნება რომ ახასიათებდა. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი ეს სიტყვები კლასშიც და არ ვიცი. და ხო შემოქმედებითი დავალებებიც ალბათ ერთ-ერთი კომპონენტია, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია იმის, რომ ცხოვრებასთან დააკავშიროთ რაღაცნაირად მათთვის ნაცნობი. მათი ხედვიდან, აი მათი გამოცდილებიდან შეაფასონ მოვლენები. და მთავარი ის არ არის, რომ რაღაც გრიგოლ ორბელიანი და რომანტიზმი გაიგონ ზედმეტად სიღრმისეულად, იმიტომ რომ მაგას დღესაც აფასებენ ლიტერატურათმცოდნეები და ცალკე იქით ისტორიკოსები და ხო, გასაგებია. ასეთ წიაღსვლები და ეს საჭირო არ არის. თავარია ინტერესი აღეძრას შეიძლება აი ეს საინტერესოა ქართულის და ლიტერატურის სწავლების პროცესში განსაკუთრებით აი სულ შეკითხვა ისვის ხო აი რამდენი ტექსტი უნდა ისწავლოს ბავშვმა და აი რა უნდა ისწავლოს ხო რთულია ამის განსაზღვრება ხო და აი მაგ დილემას შე როგორ პასუხობსა და კიდე პლუს ეს მნიშვნელოვანი პრინციპი აი მნიშვნელოვანი აზრია ქართულის ლიტერატურაში აი
დამატებითი ვთქვათ რესურსი რა შეიძლება გამოვიყენოთ იმისათვის რომ ვთქვათ პირობითი რომანტიზმის ეპოქას როცა გავდივართ ბავშვის მეტად საინტერესო გახდეს ანუ რამდენად გამართლებული ამ დროს შემოვიტანოთ რაღაც ბაირონის შემოქმედებაც დავამატოთ და აი შენ რა პრაქტიკა ქონდა ამასთან დაკავშირებით ხო დავიწყოთ იმით თუ რა ეპოქაში ვცხოვრობთ ახლა ეპოქა რა დროში ვცხოვრობთ 15 წამიან ვიდეოებს ვართ მიჩვეული ხომ trains მათ შორის მხოლოდ მოსწავლეები არა პირველი 5 წამი თუ არ ჩაგითხრევს თუ 20 წამი თუ როგორც არის ეგ წესები ვეღარ გაინტერესებს ესე იგი მის მთლიანი ვიდეო აღარც გაინტერესებს ჩაუვარდათ კი ვერ გადაწყვიტეს ესე იგი ვერ გათვალეს ეგრე ალბათ ეს შედარება რომ გამოვიყენო ალბათ ასეა გაკვეთილიც აი როგორ დაიწყებ უნდა დაინტერესო პირველი 5 წუთი აქ პროპორციით რომ გადმოვიტანოთ ის 20 წამი აქ 5 წუთი თუ დაინტერესა და ჩაითრია აღარ აქ სკროლავს ბჭყალებში ხო გაკვეთის აღარ ასკროლავს გაკვეთილს არც შენ აღარ აქ სკროლავს და ხო აი რა უნდა დაგვეხმაროს იმაში რომ კარგად გააზრებინო რაღაც საკითხი და არსებობს სულ ცუდია ალბათ ეს დამოკიდებულება თუ კარგი მაგას წინასწარ ვერ გადავწყვეტ რომ ასე ვერ ვიტყვი რადიკალურად რომ რაღაცები მოსწავლეს უნდა წაკითხული ქონდეს აუცილებლად არის წიგნები რომელიც უნდა ლიტერატურა რომელიც უნდა წაკითხული ქონდეს აუცილებლად პირობითი რაღაც ვეფხის ყავსა კონდეს პროგრამულ მასალებს რასაც ვეძახით კი ეგ საჭიროა მაგრამ მიწოდების ძებია საპოვნელი მაგას ვეძებ მეც ყოველდღიურად იმიტომ რომ მოსწავლის ხასიათიც უნდა გაითვალისწინო და მისი მზაობა რამდენად მზად არის აი ზუსტად მაგასთან ვაკავშირებ რატომ შეიძლება არ გამოვიდეს პირველი შეხება რატომ არ იყოს კარგი რომანტიზმთან თუ სხვა საკითხთან ადამიანი და მისი ცხოვრების აზრისი როგორი თემაა მართლა საბაზო საფეხურზე პირდაპირ რაღაც ზედმეტად დიდი თემის გლობალური მასშტაბების მომცველი თემის ასე მერვე კლასელებთან მაგალითად შეტანა რომ ხო ადამიანი და მისი აზრისი მაგრამ ის საკითხებია ისე უნდა მოარგო ბავშვის განვითარების დონეს და მზაობას რომ ზედმეტად არც მარტივი იყოს და არც ვიგოცკის თეორია ხო ეს სადღაც კი ხო მე ხარაჩოს მეთოდიც გამოიყენო რაღაც და კი მაგას პრაქტიკაში პრაქტიკა გაჩვენებს შენ თვითონ როგორც მასწავლებელს რა მუშაობს და რა არ მუშაობს ეს ერთი და მეორე რა იმუშავებს მაგის უნდა გჯეროდეს რომ ეს არის მათ ენაზე არტივად ვისაც ხელმისაწვდომად და ხელმისაწვდომაში ეგრეთობის ხმა გასაგებობა ძირითადად რომ ხო მათთვის იყოს ეგ მნიშვნელოვანს გახდი იმით რომ არის გასაგები და საწვდომი ყველასთვის საწვდომი 10 თვის წერტილი არის ნაცნობი ბავშვის და ნაცნობი მივდივართ უცნობის კი ეს დავალებებიც გეხმარება მაგალითად ყოველდღიური ან ხშირი დავალებებიც მე მიმაჩნია რომ ვაი ეგ საინტერესო შეკითხვა რა ინტენსივობით უნდა კონდეს ბავშვს ეგრესდებული აი რუტინული საშინაო დავალებები აი ეს საკლასო სამუშაო საშინაო დავალება აი ეს კონტექსტები როგორი უნდა იყოს აი რა დატვირთვა უნდა იყოს საკლასო სამუშაოზე და რა საშინაო დავალებაზე შენი აზრით მით უმეტეს AI-ის ეპოქაში ვართ როცა საშინაო დავალება შეიძლება ეგ ცალკე მტკივნეული საკითხია მტკივნეული თუ საპრობლემო AI-ის გამოყენება ასე შემდეგ ხო იმით დავიწყოთ პირველი შეკითხვა საკლასო საშინაოს შორის აი ეს როგორ იმიჯნება თუ არა საერთოდ და ალბათ არა ხო გაგრძელება დიდი ალბათობით და აი საკლასო დავალება ხო და აი ეს აი როგორ უნდა დაარეგულიროს აი შენი გადმოსახედიდან ეს პროცესი და ბარი მეორე შეკითხვასაც დაგისვა აი 45 წუთიანი საგაკვეთილო აი დრო ვთქვათ კვირაში 5 საათიანი დატვირთვით აი სტანდარტული კლასიკური ბადე როგორიც არის რამდენად პასუხობს თანამედროვე ასე ვთქვათ გამოწვევებს და ტენდენციებს აი რაზეც ახლა შენ საუბრობდი რამდენად შეიძლება 45 წუთში ეს პროცესი ვთქვათ ყოველდღიურ 45 წუთში ჩავატიოთ ვთქვათ აქტიური კეთებით სწავლების განხორციელება მოახერხოთ 45 წუთში და შემდეგ ანუ ეს საინტერესოა საშინაო და საკლასო დავალებების ხო საშინაო დავალება რეალურად უნდა იყოს საკლასოს გაგრძელება და საკლასო პირიქით საშინაოს
ანუ მთლიანი პროცესი. კი, ჩაჭური პროცესი უნდა იყოს ეგ, მაგრამ ზოგჯერ მაინც მე პირადად მაგალითად მიწევს ისეთი დავალებების მიცემა, რომელზეც ფიქრობ დიდი ხანი, იმიტომ რომ დაწეროს თვითონ საკუთარი გადმოსახედიდან თუ ან ისეთი დავალება რომ მაგალითად უბრალოდ ზედმეტად მარტივად უწევს რაღაც თქვათ ზმნის ფორმის გარჩევა თუ ასე შემდეგ ხო ისეთი დავალებები რომლებიც პირდაპირ მიმართულია სწავლაზე და მეორე ისეთი დავალებები რომელიც მიმართულია იმისკენ რომ გაითვალისწინო შენ როგორც მასწავლებელმა მისი აზრი და განწყობა ანუ რა განწყობა შეექმნა განწყობაში მარტო ხო ის არის გულისხმობა ხო აი ხასიათი და ცუდი ხასიათი. იგულისხმება რა განწყობა შეექმნა და დაუტოვა შთაბეჭდილება შენმა შეთავაზებულ, შენ მიერ შეთავაზებულ. ისა თუ არა შინაგანი мотиваცია რომ ეს ჩაერთოს პროცესი და იყოს რაღაცის თვითონ კეთება. ხო ეგ ძალიან რთული დი ყველაზე რთულობად. კი, აი მაგაზე უფრო დიდხანს უნდა ვიფიქროთ რა შევთავაზოთ მოსწავლეს იმისთვის რომ აი ზუსტად მაგას მივაღწიოთ. გავაღვიძოთ მასში ინტერესი, რაღაც დაპერწკალი რომ იყო ასეთი შემთხვევაც, როცა გაუმართლებია ერთ დავალებას, საშინაო დავალებას და მოსულა ინფორმით რა მოლოდინიც მქონდა. მაგრამ მოლოდინებს უწევ დონეს. არ ვამყარო არასდროს დიდ მოლოდინებს. და ხო ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა არ უმუშავია უბრალოდ ამ დავალებას და ეს დავალება იყო აი როგორც თქვი, მარტივი, ოღონდ ინფორმით მარტივი, რომ არაფერს არც ცოდნას მისცემს ეგ დავალება, რაღაცას შეათვისებინებს, მაგრამ მეორე დღეს ხალისით აღარ მოვა შენთან. აი, ფუნქციურ უნარებს ვერ გააქტიურებს ბავშვში, რომ რაღაც შემოქმედებითობა გქონდეს. ხო, შემოქმედებით კომუნიკაციის უნარები ან თანამშრომლობა ჩართოს, ხო? ხო, აი, დღეს მაინც რთულდება ეგ, იმიტომ რომ რავი, ჩვენც ვიყენებთ AI-ის ხელოვნურ ინტელექტს, მაგრამ ცოტათი დიდი დოზით შემოდის და ჩვენს ფანტაზიებს ასე ვთქვათ აქრობს. მაგრამ თან კარგი, ბევრი, ძალიან ბევრი კარგი ხარი აქვს მის გამოყენებას სასწავლო პროცესში. არის სასწავლო პროცესში ბევრი დადებითი მხარეა, კი ჩვენ მაგას. ყველაფერს ამარტივებს. და ნამდვილად ამარტივებს აი რუტინულ პროცესს, რომელიც დაგეგმვას და რაღაცა აი ვიყენებ როგორც მასწავლებელი და ჩვენც ვიყენებთ ხო მასწავლებლები. და მეც სივრცეს ტოვებს აი AI-ს და თან ბარემ შეკითხვასაც დავსვავ, ძალიან მაინტერესებს აი შენი პოზიცია. აი AI-ს თუ კი ვიყენებთ აქტიურად და ნუ ნორმალურია რომ ვიყენებთ ეს თქვა დაგეგმვის აი რუტინულ პროცესებს გვიმართებს და მეტი დრო რჩება იდეაში ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი გამოსწევით მასწავლებელს რომ მოსწავლესთან დიალოგი მეტი ქონდეს, ანუ შემოქმედებითობა მეტი ჩართოს თავის პროცესში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს სწავლება და განმავითარებელი შეფასება, ასე ვთქვათ, ერთიან პროცესად აღიქვას, ხო? სწავლება როგორც შეფასება, ეს ცნობილი კონცეფცია რაცა. აი მაგაზე მაინტერესებს შენი პოზიცია, აი როგორ აწარმოებ მოსწავლესთან დიალოგს, ანუ ერთია რაღაცა გაკვეთილი ჩავატარეთ, თუმცა აი დიაგნოსტირება ბავშვის მიღწევების შემდგომ ამაზე მოსწავლესთან დიალოგი და ვთქვათ ინფორმაციის მიწოდება, გადაცემა რა გამოუვიდა კარგად, რა გამოწვევები აქვს, საკუთარი თვით შეფასება მასწავლებელი, აი შენ როგორც მასწავლებელი როგორ აკეთებ და მოსწავლეებთან დანერგილი გაქვს თუ არა, მოსწავლეებმა რო თვით შეფასება გააკეთონ, ანუ თვით რეფლექსია მოკლედ ბავშვებს. აი ეს განმავითარებელი შეფასების და შეფასების პროცესი როგორ ხედავ მოკლედ? კი ბატონო. თავარი ის არის რას როგორ მიაწვდი. რას თხოვ შენ მოსწავლეს ამ შემოქმედებითი დავალებით. ეს ისეთი ფორმით არ უნდა გადავცეთ, მქონია ამის შემთხვევაც, რომ პირდაპირ როგორც მე როგორც ვიგებ, ვიაზრებ, ისე მიმიწოდები ამ ფორმით და აღმოჩნდა, რომ კი გეთანხმება რაღაცებში, იმიტომ რომ გონიერია, ყველა ბავშვი გონიერია, მაგრამ ხო გეთანხმება რაღაცებში და რომ შეასრულოს ეგ შენი შემოქმედებითი დავალება მაგალითად დავა კონკრეტოდ დავაწურებანოთ. მაგრამ რას სთავაზობს ეს მას ახალს? რატომ აკეთებინებ ამას? რატომ ეკითხები? რატომ უნდა გავაკეთო? ამას ხას რატომ უნდა გაუსვას ხაზი მის შემოქმედებითი დავალებაში? ხო, ეგ არის მთავარი. რომ გააზრებინო და პირდაპირ ცხადი იყოს შენი მიზანი. ნათელი იყოს, რას აკეთებს ბავშვი, რატომ აკეთებს ბავშვი, რატომ დაჭირდება სამუშაო და ეს ვთქვათ. რა თავზე ვართ მაგალითად და აი ამ თემის შესასწავლად ჩვენ უნდა გავაკეთოთ
ეს და ეს ასე პირდაპირ ასე ვთქვათ მიზნის გარეშე დაწყება რაღაცის ისე რომ ბავშვმა არის ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ზოგადად სკოლებში და ალბათ ახლაც რჩება რომ ესა ეგ არის მთავარი ფაქტორი ჩემი აზრით. უნდა იცოდეს რაზე იმუშავებს ბავშვი. კი, ერთია წინასწარ და შეიძლება პროცესის დროს, რომ შესაძლოა ბავშვმა ვერ გაიაზროს, მოსწავლემ ვერ გაიაზროს რაღაც ერთ კვირაში და ორ კვირაში. და აღმოჩნდეს რომ იმ მესამე კვირას მიხვდა იმას რასაც შენ გეგონა რომ პირველივე კვირას მიხვდებოდი. ხო, მაგრამ თავარია მიხვდა და ეს კიდე ეს მნიშვნელოვანია, ჩვენს ამაზე ხშირად ვსაუბრობთ, რომ ეს მოკლევ აი ყოველ გაკვეთილზე ბავშვი ისე ვთქვათ შედეგების ზომვა მაგიტო არის არასწორი რომ მრავალ ფაქტორს არ ვითვალისწინებთ, ხო, ესე კულტურულ გამოწვევას, სოციალურ გამოწვევას, მზაობას, იმ დღის ზოგადად პროცესში ჩართულობის სურვილს ბავშვისას და ამავდროულად და ეს რაც აღნიშნე რომ ვთქვათ რაღაც რამდენიმე კვირიანი პროცესის შეფასება და შეჯამება გასცემთ პრო ეფექტურია მეგონი, იმიტომ რომ ბავშვი შეიძლება ბავშვს უნდა მივცეთ მრავალი ფორმით საშუალება რომ ჩაერთოს ალბათ ხო სასწავლო პროცესში და ეგ მნიშვნელოვანია და აი პროცესური შეფასება რაც არის კლიანობაში აფასებით არა პიროვნებას და რაღაც იმას ის ერთი დღის განწყობას შეაფასებ ეგ არის ძალიან ცუდი ქმედება თუ ხო ქმედება როგორც სწავლებლის მხრიდან და ხო სკოლის მხრიდანაც მაგრამ ხო თლიანობაში უნდა შეფასდეს აი რა გააკეთა თუნდაც რომ ვერ გააკეთა ან რომ არ მოეწონა ეგ უფრო მნიშვნელოვანია მე შეიძლება ამბობ მაგას გაქვს ბავშვებთან დიალოგი მაგასთან დაკავშირებით ბოდიშ ჩაგეკრეთ ძალიან აი პროცესის მონიტორინგი ახლა თუ ვერ ვაკეთებ რატო ვერ ვაკეთებ ან რა უნდა გავაკეთო რომ უკეთ გამომივიდეს აი ამ ტიპის დიალოგები თუ გაქვს ბავშვთან პროცესში მათგან მჭირდება ყოველთვის უკავშირი და აი მაგალითად ცოტა ხნის წინ ზუსტად ეგ ვკითხე მოსწავლეებს და ეგ ვკითხე როგორც წერენ მაგას ისე ზეპირადად ვაყალიბებინებ აზრს რომ მოდი შემცვალოთ თუ არა ჩვენი დავალება ან რომელი დავალება იყო ისეთი რომ ჩაგითრიათ და იმუშავეთ და აი მთელი мотивაციით აკვირდებოდით საკუთარ თავს მთელ ამ პროცესში და კი ვიღებ მათგან ასე ვთქვათ შეფასებას ამ ხრივ წამოსულა ყოფილა შემთხვევები მათგან წამოსულა მაგალითად ერთი შემოქმედებითი დავალება რომ შევცვალოთ რაღაც სხვა მოდელი პირობა რომ შევცვალოთ კი პირობა ან ეს თუ შემიძლია გავაკეთო და პირიქით აჯობა ასე ვთქვათ მოსწავლის მიერ შემოთავაზებულმა დავალებამ პირობის შეცვლა და იმ ჩემს წინასწარ განსაზღვრულ. ნუ ეგრესიული თანამშრომლობითი სწავლება ზუსტად ეგაა, ხო, როცა მოსწავლე და მასწავლებლები რაღაცა პროცესს ერთად გეგმავენ და რაღაც რესურსების მობილიზებას შეჭერენ. ეს სწავლების პროცესია რა, ერთად სწავლობთ ჩვენ. ეს ხელსაც უწყობს ყველაზე დიდი ირაგრამოს ხშირად ყველაზე დიდი პრობლემა რაცაა, რომ მოსწავლემ არ იცის როგორ ისწავლოს, ხო და ეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას რაც ეძახიან, ანუ ეს დიალოგი და თანამშრომლობა ძალიან უწყობს ხელს, ხო ბავშვმა იცის, ვთქვათ, აი მასწავლებელი ეუბნება, აი ამაზე გაამახვილე მეტად ყურადღება, აი დავალების პირობაში ეს არის მნიშვნელოვანი და აი ამის მოსწავლეზე გაცნობა და სასწავლო პროცესი ამაზე აგება ძალიან ეფექტურია შედეგის მიხედვითაც, ხო ბავშვები სწავლის სტრატეგიებს ეუფლებიან და ეგ ძალიან კარგი. კი, მაგალითად იმუშავა როცა სიმღერის, ანუ მუსიკის მოსმენის შემდგომ უნდა დაეჭირათ რითმები. აი, მაგას შეგეკითხები. საინტერესო, აი, ნახეთ, ხშირად შიში მასწავლებლების რაც არის, აი, მეც მქონია ეგ, რომ აი მაგალითად სასწავლო პროცესში რომ შევიტანო რაღაც, ვთქვათ, მუსიკალური ნაწარმოები ან კლიპი ან რაღაც სიმღერა, როგორც რესურსი, აი, ხო არ გამოიწვევს მასწავლებლების მიერ აი ამ შინაარსის გაბაიბურებას და გამარტივებას. ანუ ხო არ ჩათulis ბავშვი იცი მშობელიც, რომ ნუ ეს არის რაღაც უფრო რთული გვინდა. და სინამდვილეში მე მგონი პირიქითაა, ხო? აი მაგალითად თუ კი გვინდა ბავშვმა რაღაც რითმის ან რიტმის თუ რიტმას ასე ვთქვათ, კონტექსტები კარგად გაიაზროს, სრულად შესაძლებელია რომ რაღაცა მისთვის ნაცნობი მუსიკალური ნაწარმოებებზე დავაფუძნოთ სასწავლო პროცესი. გქონია ეგეთი პრაქტიკა? კი, მქონია ნაწილ მოსწავლეებთან გაუმარტივებია მაგას საქმე, ასე ვთქვათ, რაღაც ცნებების გააზრებაში. ნაწილთან მაინც არა. იმიტომ რომ მუსიკა არ ყოფილა მაგალითად ხო უნივერსალური არ არის იმიტომ რომ მუსიკა არ ყოფილა მაგალითად მისთვის შესხონა ხელოვნების ჟანრი ან ყველასთვის ნაცნობია მუსიკა მაგრამ ვერ
ვერ გააღვიძა მასში. თავსებია მისი საყვარელი მაგალითად მუსიკა, რომელიმე ამ ცნების გააზრებისთვის რითმა ვერ დაუჭერია და ასე შემდეგ. ეგეც არის. ეგ თავისუფლება უნდა მისცე და მივეცი კიდეც, მაგრამ რესურსების მრავლად პირველი დავალება, ხო, პირველი დავალება, რომელიც ხო დაკავშირებული იყო როგორც რუტინულ მასთან, განწყობასთან, მათ რუტინულ ჩვევასთან, მაგალითად თუ ყურსასმენები თუ სმენა მუსიკას, აქ შეიძლება აღმოვაჩინო რითმი და განწყობა და ავტორმა რაღაცა მითხრაობით. ხო და მე ეს გადავიტანო პირობითად ნიკოლოზ ბარათაშვილის რაღაცა ფიქრნი მტკვრის პირასან რომელიღაც ტექსტის რითმი რატო არის ესეთი მნიშვნელოვანი ხო? განვრცობის და გაგრძელების საშუალება ძალიან ბევრი აქვს ამ დავალებას შემდეგ. და ხო ანუ მშობლების აი კონსერვატიული რესურსები მხოლოდ აი შემოსაზღვრა მაგალითად წიგნით და მაგალითად ტექსტით ხო? ხო და დავარეგულიროთ თავისთავად ის იქაც არ უნდა გადავა. ბალანსი არის საჭირო ხო? შეიძლება მშობელი ამას ზედმეტად ისე უყურებდეს თუ ტრადიციული შეხედულება აქვს და ტრადიციულ შეხედულებას არ განვიხილავ როგორც აი უარყოფით. ეგ არის უბრალოდ დამოკიდებულებაში რომ გადადის ტრადიციული შეხედულება, დამოკიდებულებაში და ხასიათში აღარ უნდა გადავიდეს. მაგრამ ხო უნდა დავიცვათ ბალანსი ამ ტრადიციულ რუტინულ დავალებებსა და ზედმეტად შემოქმედებით დავალებებს შორის. რა თქმა უნდა, ამას რაღაც მიზანი აერთიანებს. კი, არის ზოგიერთი ბავშვი, რომელიც ტრადიციულ მიდგომას უფრო ირჩევს. იმიტომ რომ მისთვის უფრო კომფორტულია, ასე ვთქვათ, ამ დავალების შესრულება, ვიდრე სიახლის ცდა. და საგაკვეთილო პროცესშიც თვითონ გაკვეთილზეც იმუშავია ამ თემაზე და აღმოჩნდა და დამტკიცდა ეგ ფაქტი. ხო, ბავშვები განსხვავდებიან, ახლა ზოგს მოწონს მეტად ტრადიციული ტიპის რესურსებთან მუშაობა, ან ტრადიციული პედაგოგიკა შეიძლება მეტად უფრო მისთვის ახლო იყოს, უფრო კარგად სწავლობს. ასე უბრალოდ აქ თავარი არის მოქმედება. ვისთანაც მაგალითად მოქმედებს ბიჰევიორისტული მიდგომა, იმასთან მოქმედებს ტრადიციული მეთოდი. ხო, უბრალოდ მან შეკითხვა არის სინამდვილეში რამდენად შედეგიანია ეს ტრადიციული მიდგომა და ბიჰევიორისტული პრინციპებზე სასწავლო პროცესი დაფუძნება, რეალური შემეცნება ხორციელდება. შეიძლება ბავშვს ეგონოს, რომ ასე უკეთ სწავლობს, როცა მასწავლებელი გადასცემს და თვითონ ყვება. მაგრამ თუ კი დავსვათ შეკითხვას რა არის ნამდვილი ცოდნა, აი ამაზე პასუხის გაცემის დროს მე შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ შეიძლება მე ბავშვს მეგონა რომ ვთქვათ, კარგად ვიცოდი რაღაც, მაგრამ სინამდვილეში ცოდნა სულ სხვა რაღაც ყოფილა, ხო არა უბრალოდ რაღაცა დამახსოვრება, თხრობა ან რაღაცების აღწერა, არამედ მსჯელობა, თანმიმდევრული ლოგიკური აზროვნება, დასაბუთება და ახლა ეს რამდენად უზრუნველყოფს ტრადიციული პედაგოგიკა და ბიჰევიორიზმი იმას რომ მოსწავლემ თქვა დაასაბუთოს თავისი პროცესი ან აღწევს ის ცოტა რთულია მე მგონი ტრადიციული ტიპის პედაგოგიკით. არ გამოდის პირდაპირ თქვა არ მუშაობს მაგრამ იმ ნაწილთან არ მუშაობს მოსწავლეების იმ ნაწილთან არ მუშაობს რომლებიც პირიქით აი შემოქმედებით დავალებებს უფრო კარგად შეიძლება რომ შეეჭითონ ასე ვთქვათ და შეასრულონ კი. ხო, აქაც ალბათ შუალედი უნდა ვიპოვოთ, მაგრამ ძალიან რთული იქნება იმის დაცვა, რომ ორივეთი შეძლო. მაგრამ დიფერენცირებული მიდგომაც ხო მაგას ნიშნავს, რომ მოერგო თითოეულ ინდივიდს, ვინც ყავს კლასში. კი ბატონო. და ხო შეძლო მათი მოთხოვნების ჯერ და მე საჭიროებების დაკვალიფიცირება. ერთია მოსწავლეს რა უნდა და მეორეა შენ ხედავ რა სჭირდება. აი მაგ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის ზუსტად ეს რა უნდა და რა სჭირდება. მე ვამჩნევ რომ სჭირდება ეს, მაგრამ თუ კი მაგალითად დაძლია ის დავალება დაძლია სხვანაირად თქვი. შეძლო რომ მაგალითად გაეაზრებინა ის კონტექსტი, ის საკითხი. არის მეორე მხარე, რასაც მასწავლებელი ამჩნევს რომ მას სხვა მიდგომა სჭირდება, იმიტომ რომ ეს ცნება გაიაზროს ან რაღაც შეძლოს. ან მეტად ჩაერთოს ან რაღაცა უნარები გაიაკეთოს. კი შეიძლება მეტად ჩაერთო რაღაცაში, მაგრამ ხო სრულყოფილად ის ვერ შეძლო, რაც გათვალისწინებული ალბათ. მაინც გვაქვს წინასწარ რაღაც თავისთავად. რაღაც კი არა, რამდენი რამ მხოლოდ ახლა საგნის სპეციფიკიდან რომ ამოვიდეთ, ქართულ ენასა და ლიტერატურას აქვს უამრავი ცნება და ქვეცნება. კი, ძალიან. რომელიც ბავშვს გაანალიზოს 12 წლის
12 წელს ერთ განმავლობაში. კი ბატონო, და ახლა აი მეორე ასე ვთქვათ საკითხზე გადავიდეთ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სკოლას როგორც ინსტიტუციას, ან სკოლას როგორც რაღაც ორგანიზაციას წესით და რიგით აქვს და უნდა კონდეს თავისი HR პოლიტიკა და ამ მიმართებით მაინტერესებს და სკოლა თავისი არსით საკმაოდ ერთ შენს აღნიშნე და კეთანხმები კონსერვატიული დაწესებულება, ამიტომ და ამ კონტექსტის გათვალისწინებით მასწავლებლის განსაკუთრებით ახალგაზრდა მასწავლებელს რა ტიპის მხარდაჭერა ჭირდება სკოლისგან როგორც ინსტიტუციისგან იმისათვის რომ მეტად განავითაროს საკუთარი პრაქტიკა, ეგრესიული პროფესიული დახელოვნება მეტად მოახერხოს და მეტი სურვილი და შინაგანი მოტივაცია კონდეს. აი ამისათვის შენ როგორც ვთქვათ მასწავლებელი რას ისურვებდი რომ ზოგადად სკოლებმა ჩვენს შემთხვევაში ჩვენმა სკოლამ და ზოგადად სკოლამ განახორციელოს ეს ვთქვათ სკოლა როგორც ინსტიტუცია, სკოლა როგორც ორგანიზაცია როგორი უნდა იყოს რომ მეტი მხარდაჭერა კონდეს მასწავლებლებს. თუ მასწავლებლობა როგორც პროფესია თან გააზრებული აქვს, უნდა მივცეთ თავისუფლება. გააზრებული აქვს, იმიტომ რომ ამაში გულისხმება ბევრი რამ. უნდა გააკეთოს რაღაც ახალი მაგალითად და განსაკუთრებით საჯარო სკოლებში ამის შესაძლებლობა ალბათ არის, მაგრამ ხო ნაკლებია თავისუფლების მიცემის შანსი მასწავლებლების. ნდობა ალბათ ხო მეტი მასწავლებელს როგორც ნდობა და მით უფრო ახალგაზრდა მასწავლებლებს, იმიტომ რომ აქ მეორე ფაქტორი ერთვება გამოუცდელია ახალბეთა ამ საკითხში და გამოცდილმა ტრადიციული მიდგომების მქონე მასწავლებლებმა მეტი იციან და რა თქმა უნდა მეტი იციან, ამას არც უარყოფ და არც ვეწინააღმდეგები. უბრალოდ თავისუფლებაში იგულისხმება მეტი შანსის მიცემა მასწავლებლებისადმი რომ რაღაც მაგალითად მეც მქონია ის მომენტი რომ ეს დავალება თუ ეს შინაარსი რომ ასე წარვუდგინო ჩემს მოსწავლეებს ზედმეტად გაბედული ნაბიჯი ხომ არ იქნება. ამაში გაძლიერება უნდა მასწავლებლებს. კი, ზუსტად აქ უნდა მხარდაჭერა რომ დარწმუნდეს საკუთარ თავში, ჯერ რა თქმა უნდა თვითონაც უნდა გამოსცადოს საკუთარი თავი ამ სიახლეში დააკვირდეს საკუთარ თავს და შედეგებსაც და პროცესსაც. და მე უნდა უკვე მხარდაჭერა, რომ თუ კარგად გამოუვიდა ეს სიახლე და იმუშავა გაამართლა, ხო მხარდაჭერა ამ მხრივ უნდა ეს ერთი. მეორე ალბათ ის იქნება რომ კოლეგიალური კი ბატონო. გარემო თანამშრომლობა. აქ იგულისხმება აბსოლუტურად ყველაფერი რაც უნდა იგულისხმებოდეს. თანამშრომლობა კი ორიენტირება ნაცვლად კონკურენციისა, ურთიერთდახმარებაზე, ხო, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე ალბათ. კი, ამ მხრივ გამიმართლა, იმიტომ რომ წამოვიდა სხვისგან, სხვა მასწავლებლებისგან რჩევის სახით რაღაც ეს საგნის სპეციფიკია. კი. საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე რა შეიძლება არ ამართლებდეს, რა გაამართლებს ან თვითონ ჩვენც მე მასწავლებლებიც განსაკუთრებით სჯელობთ იმაზე მოსწავლეებთან როგორ გქონდეს 10 მოსწავლეა ყოველთვის. კი, ზუსტად. მათ უნდა ერგებოდეს ხომ ნებისმიერი რამ ხდება კლასში, თუ კლასს გარეთ, მათ უნდა ერგებოდეს ხო ერთმანეთთან გვაქვს ამ პედაგოგებს კომუნიკაცია. მოკეთ რომ ეს ეგ საკითხი შევაფასოთ და მგონი ბოლოსკენაც გავიდეთ. აქ სასკოლო კულტურა ეგრეთ წოდებული მეტად რომ განვითარდეს, ფაქტია რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სრუნვაზე, მხარდაჭერაზე და რაღაც კეთილგანწყობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, როგორც ვთქვათ პედაგოგებს შორის თავისთავად და იქ ნაკლები კონკურენცია და მეტი ვთქვათ ურთიერთდახმარება და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ დირექციას და მასწავლებლებს შორის ურთიერთობაც დაეფუძნოს მხარდაჭერას, ხო, რაღაცა თავისთავად მონიტორინგი ყოველთვის აუცილებელია და შედეგების შეფასება, თუმცა არა იმისთვის, რომ ვთქვათ რაღაცა ცუდი შედეგის შემთხვევაში რაღაცა ის დასჯის მექანიზმები გამოიყენო, არამედ იმიტომ, რომ ერთად ვთქვათ დაგეგმო, როგორ განახორციელო უკეთ პროცესი და როგორ გააუმჯობესო შედეგები და ასევე ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული პრაქტიკის აღიარებაც, ხო? ამ აღიარებაში მინიმუმ გულისხმობს, რომ რაღაცა
მასავეს თუ აქვს წარმატებული პრაქტიკა, მონიშნოს სკოლავეს წარმატებული პრაქტიკა და თქვას, რომ აი ეს ძალიან წარმატებით გადმახორციელეთ და ეს ჩვენ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას მე მგონი შეუწყობს უფრო მეტად ხელს და უწყობს ხელს, რომ სკოლის აღქმა იყოს როგორც აი ჩვენი რაღაც, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ხშირად მასწავლებლები ან ადამიანები საკუთარ თავს თვითონ სკოლასთან არ აიდენტიფიცირებენ, ანუ ეს ცნობილი მიკუთვნებულობა ნაკლებად ხო ხშირად ამბობენ რომ თქვა ჩვენ ქართულის მასწავლებლები მხოლოდ პირობითად ან ჩვენ რაღაცა ახალგაზრდა მასწავლებლები და ჩვენ სკოლა პარადიგმა ძალიან მნიშვნელოვანია ხო რომ ჩვენ სკოლამ ერთი შეიძლება რაღაც იდეები გაერთიანებდეს, მაგრამ ინტეგრაცია არის ის რაც მოსწავლეებთანაც უნდა შეძლო როგორც მასწავლებელმა და შემდეგ კოლეგებთან. კოლეგიალური გარემოცხო მაგას ნიშნავს. და ხო თუ ვენდობით პროცესს ვენდობით მასწავლებელსაც. ანუ უნდა ვაცადოთ ერთმანეთს. ყველამ ერთმანეთს უნდა ვაცადოთ. ადმინისტრაცია აცდის, დირექცია აცდის, მასწავლებელი აცდის, მოსწავლეებს. ანუ და პირიქით ყველგან შეიძლება ეს ისრები იმართო. მიზანი აერთიანებს ყველას, ხო, აბსოლუტურად. და საერთო მიზანია, ხო? კი, მოსწავლის პიროვნული, მოქალაქებრივი და ასე შემდეგ განვითარება, რაც არის წინასწარ განსაზღვრული. და მაგ მიზნებს ვემსახურებით რეალურად. ოღონდ განსხვავებულია მიდგომა და მეთოდები. კი ბატონო. ხო, ძალიან მადლობა ამ დადებით თუ რაღაც ეს ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ საუბარი. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მოსწავლის პიროვნული განვითარება არის საკონცერტო სკოლისთვის, როგორც ინსტიტუციისთვის და ყველა ადამიანი ეს მასწავლებელი, ადმინისტრაცია, დირექცია თუ მშობელიც თავისთავად უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ უზრუნველყოთ თითოეული ეს მშობელის განვითარება. მშობელის როლი ძალიან დიდია დღეს ახალგაზრდა ნაკლები ყურადღება გავახვილეთ. შემდგომ პოდკასტებს დაუთმობთ მშობლის საკითხსაც და მშობლების თვალით დანახულ სკოლასაც. დღეს დაგევშვიდობებით. მადლობა. მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ კარგად სანდებოდით.